ესე იგი, როდესაც ადამიანი გაცივდება, შეხვდება ვირუსი, რომ გავა ამ ვირუსის პერიოდი თითქოს და მაინც აქვს გახანგრძლივებული ყველა მეტნაკლებად ყველა თავის თავს უსვამს ერთსა და იმავე დიაგნოზს, ბრონხიტს. და პრინციპში არც ცდება. გეთანხმებით იქა ნამდვილად ასეა ადამიანებში პოპულარულია სიტყვა ბრონქიტი. მინდა გითხრა რომ ბრონქები ეს არის თქვა ჰაერგამტარი გზა, რომელიც უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს ადამიანის ორგანიზმში. საიდან სადამდეა ეს ბრონხი? იწყება ცხვირის ზღვრიდან სასუნთქი გზა და შემდეგ გადადის ტრახეაში, ტრახეა მერე ბრონქში, ბრონქი მერე ალვეოლამდე მიდის რომ მაგრამ ბრონქიტი იქ თავდება? ბრონხების ჩათვლით. კი ბატონო, ბრონხი თავდება იქ, სადაც იწყება ალვეოლა. განთების დროს ჩვენი ბრონქები წარმოქმნიან სეკრეტს იგივე ლორწოს. ანთებით პროცესში ორგანიზმი ისე არის მოწყობილი, რომ ცდილობს რამენაირად განთავისუფლდეს ჭარბი ლორწოსგან, ანუ სეკრეტისგან და ახველებს. დიახ, დამცველობით რეფლექსიათ იქა ნამდვილად. რეფლექსურად ხდება ხველა, ხველა შესაძლოა იყოს ხშირი, შემაწუხებელი სპაზმური ხასიათისაც კი და ზოგადად ხველების დროს, აი ამ ამოხველებულ ასე ვთქვათ სეკრეტს, ლორწოს ქვია ნახველი. თუმცა თიკა მინდა გითხრა რომ ბრონქიტი შეიძლება იყოს ორი ტიპი, როგორც პროდუქტიული ეგრეთ წოდებული სველი, ასევე შეიძლება იყოს მშრალი. ანუ ნახველის გარეშეც მიმდინარეობს ბრონქიტი, მას მშრალი ბრონქიტი ქვია. რაც შეეხება თიკა, გააჩნია ლორწო რა კონსისტენციისა, შეიძლება იყოს თხიერი, შეიძლება იყოს წყლისებური, მაგრამ შესაძლებელია იყოს რაც შეიძლება მყარი, ანუ სქელი ლორწო. ამიტომ ხშირად უჭირთ განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებს, ჩვილ ბავშვებს ამ სქელი ლორწოვანი მასის ამოღება სასუნთქი სისტემიდან ეგრეთ წოდებული ამოხველება და ეს იძლევა შემდეგ უამრავ გართულებებს. და მოდი ახლა გადავიდეთ ბრონქიტის ნიშნებზე, ხო? ნუ პირველი ნიშანი, რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ხველა. კეთილი. შემდეგი არის ნახველი, ნახველი შეიძლება იყოს მშრალი ან სველი, სისუსტე და დაღლილობა, სხეულის ტემპერატურის მატება, სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა. აი, როგორც არის მაგალითად მსტვინავი ან გუგუნე ხასიათის, ხო? ზოგჯერ შესაძლოა ახდეს თან ზედა რესპირაციული ანუ სიმპტომები, როგორც არის გამონადენი, ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი და ასე შემდეგ. ასევე თიკა მინდა გითხრა რომ როგორც ყველა დაავადებად ბრონქიტი შეიძლება იყოს ორი მიმდინარეობით, ეს არის მწვავე და ქრონიკული. მწვავედ ითვლება ბრონქიტი, როდესაც იწყება სწრაფად. დამახასიათებელია ბრონქიტის ნიშნები, როგორიცაა ხველა, ტემპერატურა, საერთოდ რაც რეზონ თქვა. თუ ეს სამ კვირაზე მეტხან გრძელდება, იქ ქრონიკულში გადადის. ქრონიკულში შეიძლება იყოს სამ თვეზე მეტი უნდა იყოს სიმპტომატიკა, რომ ქრონიკულში ჩაითვალოს. რაც შეეხება მწვავე ბრონქიტის უმეტესობას, მკურნალობა არ ჭირდება. თვითონ ორგანიზმი განიცდის ავტორეგულაციას და ანუ ავტომატურად წამლის გარეშე, დახმარების გარეშე გაანიკურნოს ადამიანი, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც თუ არ უმკურნალით, მწვავე ბრონხიტის აუცილებლად გადავა ქრონიკულში, რომელიც სიცოცხლის ბოლომდეა. ასევე თიკა მინდა გითხრა, რომ ქრონიკულ ბრონქიტი მართალია არასდროს არ გაივლის და ის სულ თამდევია სიცოცხლის ბოლომდე ადამიანისათვის, მაგრამ ის მოვლადი დაავადებაა. ბრონქიტი ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაიმართოს, თუმცა სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ის ხდება ბავშვებში და ხანდაზმულ ადამიანებში. აქვე დავამატებდი რისკ ჯგუფებს. ადამიანები, ვინც არიან წეველები, ადამიანებს, ვისაც აწუხებთ სხვა ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის ასთმა და სხვა ზედა ჰაერსავალი გზების დაავადებები, გასტროეზოფაგულ რეფლუქსსაც მოგეხსენებათ, რომ შესაძლოა ახასიათებდეთ ესეთ ადამიანებს და გქონდეთ უпростоრედ ბრონქიტის ნიშნები. ადამიანები, რომლებიც არიან ალერგიულები სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ. ადამიანებს, ვისაც უწევთ მტვრიან გარემოში ყოფნა, ხო? აი მაგალითად მშენებლობაზე რემონტის დროს თუ უმეტესწილად, ანუ ადამიანებს, ვისაც ესეთ გარემოში უწევთ მუშაობა. ნუ პროფესიულსაც უწოდებენ. შესაძლებელია.